გორში მომხდარ ძალადობის ფაქტს პლენარულ სესიაზე გამოეხმაურნენ. პარტია საქართველოსთვის წევრის სოფიო ხორგუანის განცხადებით აღნიშნული ფაქტი არა ერთეული, არამედ სისტემური პრობლემაა. ოპოზიციონერ დეპუტატს არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში. მათი თქმით, სამართალდამცველებმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით 6 პირია დაჭერილი. ბატონო შალვა, დიდი იმედი მქონდა თქვენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დღევანდელ დღეს დაიწყებდით გუშინ მომხდარი ფაქტის დაგმობით. გორში რაც მოხდა საზარელი ფაქტი, როდესაც სისტემა გახდა ანგარიშწორების მექანიზმი ერთი კონკრეტული კანონმორჩილი წესიერი ადამიანის დასასჯელად. თქვენი ახლობელი, მეგობარი, ნათესავი, კლასელი შეიძლება ყოფილიყო ის დაზარალებული. დიდი იმედი მქონდა რომ თქვენ ამით დაიწყებდით თქვენ დღევანდელ გამოსვლას. ამ თემა თქვენ შემოგთავაზებდით ამ თემის განხილვას დღეს. რომელიც თქვენ ჩემზე მეტად უნდა გაწუხებდეთ როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რა შეიძლება ამაზე მნიშვნელოვანი იყოს რომ ჩვენ ისეთი სისტემა გქონდეს ამ ქვეყანაში რომ მოქალაქეები სისტემისგან დასაცავი კი არ ყავდეს, სისტემა იცავდეს მოქალაქეებს. როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია 6 პირი. მე მგონი სახელმწიფოს პასუხი ეს არის და არა ის ყალბი, ტირილნალევი ტონი, რომელიც თქვენ პათეტიკას ავლენს ხოლმე ყოველ ჯერზე. თქვენ თუ ფიქრობთ რომ აკანკალებული ხმით საუბარი თქვენ ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს. შეგახსენებთ რომ თქვენი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში ის შეიფარა უცხო ქვეყანამ ადამიანმა რომელმაც ზუსტადად საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე რომ დააზიანა მოქალაქეები ის მიეცა პასუხისგებაში და არის მიმალული. თქვენი ეს აკანკალებული ხმა თუ რაიმე გულწრფელ ემოციებს შეიცავს, თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩააჯდეს იქ და პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე იმ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის დაკავშირებითაც ბრალდება აქვს წარდგენილი.